თვითონ ქალბატონი ლეილა ისეთი საყვარელი ადამიანია, თბილი, კეთილგანწყობილი, ლაპარაკობ ჩვენს სერვისში გაგაფრთხილე. როგორი დაჭყანული ხინკალი გაქვთ? ვიღაც კაცი ჭამიები ვიყავით, მაგრამ აი მეუღლემ თუ გაწყენი და ყელში აი რომ წარმოიდგინე და როგორ მოაწყვეტავდი თავს გაბრაზებულს. გამარჯობა, ეს არის გადაცემა დღეს რა გავაფუჭოთ და მე კი მისი წამყვანი ელენე ვარ. ახლა ვიმყოფებით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და ვაპირებთ რომ ვესტუმროთ ლეილას ხინკალს. დღევანდელი ჩემი გამოცდა მდგომარეობს იმაში, რომ უნდა ვცადო ხინკლის მომზადება. გაგიკვირდებათ და აქამდე არასდროს მიცდია და არ ვიცი როგორ გამომივა მოკლედ, მაგრამ წამოდით ერთად გავიცნოთ ქალბატონი ლეილა და ერთად ვნახოთ როგორ გავართმევ ამ საკმაოდ ასე ვთქვათ, რთულ დავალებას თავს. და ჩვენ დაგიბრუნდით ქალბატონ ლეილასთან ერთად, რომელიც დეტალურად მოგვიყვება თუ საიდან გაჩნდა სახინკლის გაკეთების იდეა და რითი არის გამორჩეული ლეილას ხინკალი. ძალიან დიდი მოგესალმებით პირველ რიგში. მადლობთ, თქვენს მოგესალმებით, მივესალმები აბსოლუტურად მთელ საქართველოს. იდეა საიდან გამიჩნდა, გეტყვით? ტურისტული პატარა საოჯახო სასტუმრო მაქვს, ჩამოდიოდნენ იქ ქართველები, ჩამოდიოდა სხვადასხვა მსოფლიოს ყველა კუთხიდან, მაგრამ ვიღაცამ შეამჩნია, რომ ეს ხინკალი იყო განსხვავებული, ძალიან გემრიელი და ამ დროს კოვიდიც დაემთხვა. ჩემო მეგობრებმა მომაწოდეს ესეთი იდეა, ლეილა რა კარგ ხინკალს აკეთებ და იქნება თბილისში გააკეთო. და ამაზე დამეხმარნე რომ მე ჩამოვსულ ვიყავი, ერთმა საიტი გამიკეთა, მეორემ უანგაროდ მიტანის სერვისი გააკეთა და მეხმარებოდა ხალხი და იქიდან გადავწყვეტე, მაგრამ სამი თვე დამჭირდა რომ დობა მომეპოვებინა თბილისში. ძალიან რთული ხალხი იყო, არავინ არ მიწყინოს, რომ მინდოდა ამეხსნა მათთვის, რომ ეს იყო პანკისური, ეს იყო მთისხორცი, ეს იყო ნატურალური და უნდა მენდნენ უკვე თვალდახუჭულები მენდობოდნენ და მე ეს ნდობა გავამართლე. მე როგორც ვიცი, საქართველოში ერთადერთი არის თქვენი ხინკალი, რომელიც პანკისურად ამზადებთ და ხორცი ჩამოგაქვთ თქვენით პანკისიდან. დიახ, ხორცი ჩამომაქვს პანკისიდან, აუცილებლად. ყველა ინგრედიენტი რაც არის ჩამომაქვს იქიდან და ამით არის ჩემი ხინკალი განსხვავებული. შესაძლოა გგონიათ რომ ყველანაირი სახის ხინკალი უკვე გასინჯული გაქვთ, მაგრამ ვწდებით. თუ ლეილას ხინკალს არ გასინჯავთ, იქამდე არ შეგიძლიათ თქვათ, რომ იცით რას ნიშნავს ნამდვილი ხინკლის გემო. არა მე კი ჯერ არ გამისინჯავს, მაგრამ გაშავყოფები და იმდენი ეხლა გაჩვენებთ. თან მეც მივახმარები ქალბატონ ლეილას ხინკლის გაკეთებაში, იმიტომ რომ ჩვენი ჩელენჯიც ხო ამაში მდგომარეობს. არ ვიცი რამდენად გამომივა, იმიტომ რომ ცხოვრებაში არ გამიკეთებია, მაგრამ ეს სხვათა ჩემ თავის იმედი მაქვს რომ არ მოგატყუოთ. ნახოთ როგორ ხინკალს მოამზადებთ თქვენ და სხვათა შორის ესეც მინდა აღვნიშნო, რომ ლეილას ხინკალი მზადდება ხელით. კი ბატონო. ხელით მზადდება, ხელით მუშაობთ. როგორც ხორცი არის ნატურალური და ჩამოგვაქვს პანკისიდან, ისეთივე შრომას ვტევთ ხოლმე ამ ხინკლის კეთებაში. ჩვენ კი ახლა სახალისო კონტენტს ვაკეთებთ, თუმცა ქალბატონ ლეილას საკმაოდ საინტერესო ცხოვრება აქვს გამოვლილი. ბევრ ჩვენგანს რომ შეიძლება არც კი დაგვესწროს ისეთი და მისით იაპონელი რეჟისორიც კი დაინტერესდა. და როგორც ვიცით, თქვენზე დოკუმენტური ფილმი არის გადაღებული, რომლის გადაღებაც პანკისში 2 წელზე მეტი მიმდინარეობდა. შეგიძლიათ ამაზე რაღაც პატარ-პატარა დეტალები ფილმის შესახებაც რომ გითხრათ? ფილმის ყურება Amazon-ზე არის შესაძლებელი სხვათა შორის. კი ბატონო, სხვათა შორის არ ვიცოდი, მე თუ ვინმე ფილმის გადაღებას აპირებდა და ვინმე დაინტერესდებოდა, იყო მქონდა ესეთი პირადი ისტორია, რომელსაც ყველგან ვაჟღერებდი, რომელსაც ყველა სატელევიზიო თუ საერთაშორისო მედიაში ვაჟღერებდი და ამით დაინტერესდა იაპონელი რეჟისორი ჰიროტოში ტაკეოკა და დამიკავშირდა ერთხელ ჩემი მეგობარი, ეხლა უკვე მეგობარი ძალიან კარგი,
თამარ დოკვაძე, რომელიც ახლა ჩვენთან ერთად იმყოფება სხვათა შორის. გვისა შორიდან გვითვალთავებს. გულშემატკივრობთ მაქსიმალურად. წარმომიდგინა თავი რომ მე ვარ ესა და ეს ადამიანი, ჩვენ თქვენზე ფილმის გადაღებას ვაპირებთ, უნდა ჩამოვიდეთ და მე სხვათა შორის გაოცებული დავრჩი. და ჩამოვიდნენ იმ დღიდან დაიწყო ასე რომ თქვა ჩემი პირადი ცხოვრება ჰქონდათ კონტროლზე აყვანილი. და ასე მოგეხმაროთ ცომის გაბრტყელებაში. კი ბატონო, გაბრტყელეთ. მე ზოგადად პრეტენზია მაქვს რომ კარგი კულინარი ვარ, მაგრამ ხინკალ ეს უნდა გათხელდეს ნაპირებიდან უნდა გათხელდეს ჩვენ ხმარობთ ფქვილს, იმიტომ რომ ხელით მზადდება და ეს არ უნდა იყოს ძალიან მაგარი ცომი, უნდა იყოს ელასტიური, მაგრამ უნდა იყოს მოქნილი ცომი აუცილებლად. და ზოგადად თხელდება გარშემო, იმიტომ რომ შიგნით როცა მოწვენი ხორცი მხარშვის დროს მძიმდება და ის არ უნდა გაიხეს და უნდა იყოს. აბა აი გარშემო, აი ასე უნდა გავაკეთოთ, აი უყურეთ. ატრიალოთ. ასე. ეხლა კი ვთქვი, მაგრამ რამდენად გავიგე. ნახოთ. ხინკალს სჭირდება ბევრი ადამიანი. ერთი ცომს ზელს, მეორე ახვევს, მესამე გულს ამზადებს და ამიტომაც არის როგორც ერთი ოჯახი ხინკალი. ხინკალს კი აკეთებენ საქართველოში ძალიან სხვადასხვანაირი გემრიელი ხინკალი მზადდება, მაგრამ ჩემი ხინკალი რით გამოირჩევა იმით, რომ ხორცი არის პანკისური, ბავშვებსაც რომ თამამად შეუძლიათ რომ მიირთვან. შვენიერი გამოგდით. მაგასაც ხო დიდი მნიშვნელობა აქვს. ეხლა ისეთი დადებითი ადამიანია ქალბატონი ლეილა, რომ მე პირადად მარტო თქვენ გასაცნობად მოვიდოდი აქ. მადლობა. კი ბატონო. ჩვენი ხინკალიც მომზადდა და ეხლა სანამ ამ ხინკლის ჩაყრაზე გადავიდოდეთ, ლეილას ხინკალში კეთდება კიდევ ერთი საოცარი კერძი. ჯერ არ გამისინჯავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მართლა საოცარი იქნება, რომლის სახელიც არის ჭიაფილკი. კოლდ ჭეფილკ. კოლდ აუ რა მაგრად. კი, სწორია, კი, კოლდ ჭეფილკ. ჭეფილკი. დიახ. აჰა, მშვენიერი და ანუ მის გაკეთებასაც დავესწრებით, როგორც გავიგე. მშვენიერი. აბა კი ბატონო, მაშინ შევუდგეთ მაგის გაკეთებასაც და ამასობაში ჩავყაროთ ხინკალიც. კი. წამოყვებით თქვენ ჩვენ. დავასრულეთ ხინკლის გაკეთება, თუმცა სანამ უშუალოდ დაგემონებაზე გადავალთ, მეორე უმნიშვნელოვანესი კერძის მომზადების დრო დადგა და მოდით ხინკლები ცოტა ხანი გადავდოთ და შევუდგეთ სახელი გამახსენეთ. კოლდ ჭეფილკის კეთებას. კოლდ არის ხაჭო. მე ამიტომ მინდოდა რომ აი მაგალითად მეჩვენებინა ეს ხაჭო, რომ მეუბნებიან რომ ეს ხაჭო არ არის, რა ხაჭოა, ეს არის ყველი. ასე მეუბნებიან. აი ასეთ ფორმაში ამოდის ხაჭო. იწურება იმაში მარლის პარკში იწურება და ესე დავკიდებთ ხოლმე, როცა ეს მზადდება მომთბარი რძისგან. მაღლა ხო იკეთებს ცხიმს, არაჟანს, ის იხდება და შემდეგ თბება ეს რძე და მისგან ამოდის ხაჭო და ეს არის ნატურალური ხაჭო. ასეთი ხაჭო გამორიცხულია რომ თბილისში სადმე იყოს.
გადავედით უკვე დაგემოვნების ნაწილზე, ყველაზე კარგ ნაწილს მიუახლოვდით ჩემი აზრით და ქისტური ლუდით მარტო თქვენთან მაქვს მე პირადად ნანახი. ეს თქვენ ჩამოგავთ? ეს ციხიდან ჩამოდის, ეს მზადდება შავი კუნელისგან და ასკილისგან. ჩვენ გვაქვს პანკეში პატარა საწარმო, სადაც ერთი ადამიანი ბიჭი, ახალგაზრდა ბიჭი ამზადებს ამ ლუდს და ქორწილებშიც კი ლუდი გვაქვს ეს უალკოჰოლო. უალკოჰოლო, შვენიერი. კარგი და გადავიდეთ ამ ხინკლის დაგემოვნებაზეც და ვნახოთ. ძალიან გემრიელია და მართლა განსხვავებული გემოვაკეთ. ეს უნდა გადაგასიჯოთ და ეხლა გადავიდეთ ამის გასაგებად. გადავკეთოთ? გადაკეთეთ, ეს ძალიან ადვილად იკეთება, იმიტომ რომ ძალიან ხელია. ამას ხელით უნდა გადაიღოთ, აბა რა უნდა ამის დანაჩვენი. ანუ მართლა უგემრიელია. ძალიან გემრიელია. 10-დან 1. როგორც წინა გადაცემაში ვახსენე, ეს ხინკალი უნდა გაისინჯო. აბა დროებით ჩვენ გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.